უკრაინაში მებრძოლ ქართველებს, რომლებიც რუსეთმა გაასამართლა, ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრო იარაღის ჩაბარებას სთხოვს. ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი რატი ბურდული ავრცელებს. ტვინი საერთოდ არ ჰქონდა და როგორ შეერყა, რატომ უნდა მეშინოდეს დაკავების. ამბობს TV პირველის ჟურნალისტზე თავდამსხმელი შინჯიკაშვილი, რომელიც საგამოძიებო უწყებებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ. რკინიგზის 3.600.000 ლარის ღორღის ტენდერი ხაკაძეებთან დაკავშირებულმა კომპანიამ მოიგო. დარახველიძის თქმით, მუშავდება მექანიზმი, რომელიც შეკრების წესების დამრღვევი უცხოელების ქვეყნიდან გაძევებას გაამარტივებს. ოცნების პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. გამოუშვით ეს ადამიანები, გადადგით ეს ნაბიჯი, ამით მხოლოდ დადებიც მიიღებთ ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც. ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტპატიმრების გათავისუფლებას იღებს. სასამართლომ რატის ბარში 18 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუქმნა.